Sagari da mamisada da dzisada da sulisat spidisada. Შეგვეციოს ნემთავარი ნიკოზი, მისი სენებაადრეს, ყველასუპას მინდა ნიკოზი. სტავშემწეა, ამიტომ რამე თუ გასასწრებში იქნებით, მინდა ნიკოზი ხო დახმარება ეს სიდუჭირე იქნება, თუ უმშევრობა იქნება, თუ კარგი ბედი გინდა რომ კონდეს ყველაფერში, მინდა ნიკოზი თქვენ დახმარებას და იმიტომ თუ სტავშემწე თუ ეხმარება. ყველას მინდა ეხმარება, მაგრამ წმინდა ნიკოლოზი მთელ მსოფლიოში ცნობილია, ევროპა იქნება, რუსეთი იქნება, თუ ამერიკა იქნება, წმინდა ნიკოლოზი საქართველოს ყველგან მოყვარდა. შეგვეციოს წმინდა ნიკოლოზი განსაკუთრებით იყო მთავარი ეპისკოპოსი, რაც კი გლების უფროსი, თვითონ ღვთისმსახური, ყველა ღვთისმსახურს შეეციოს ღმერთიდან. მაგრამ მე მინდა თქვა, რომ არიან ადამიანები, გაღმერთება იციან, გაღმერთება რაც ქვია, რომ გონიათ, რომ ვიღაც წმინდანისგან უნდა ეზიარო, წმინდანი უნდა მივიდეს მაგათთან, რომ გადარჩეს, მაგრამ წერია სახარებაში, რომ უღრისი მოძღვებითაც მოქმედებს, უღრისი რაც ქვია, უშუალოდ აი ზოგი განეკითხავს, რომ მოძღვარი სასმელში, ფოთობაში სასმელს ზედმეტ სვამს, ან უხიშად იქცევა რაღაც, მაგრამ შეადმოყავს მაგალითი, რომ ექიმი თუ არასდროულად იქცევა შენთან. წამას უსვამ ექიმის ნეობაზე, ყურა დამოკიდებული შენ ჯანმრთელობაზე, სახარება არის ჩვენთვის ფასეულობა, თუ ქრისტიანებისაც ქრისტიანები ქვია, მის ვინაკლებით, მის მოსუნები ვართ. ფასეულობა არც ევროკავშირში, არც ამერიკაშია, არც რუსეთში, არც დასავლეთში, არც აღმოსავლეთში, რუსეთში თუ იყო დრო, ზოგიერთისთვის მზე ამოდიოდა ჩრდილოეთიდან. ახლა ამოდის ზოგისთვის ევროპიდან, ზოგისგან ამერიკისგან, მაგრამ ყველა რო ვიცოდეთ, იმპერიები იყვნენ და აღარ არიან და არ არსებობს ხშირად მომობს იმპერია, რომ ითვალისწინებდა პატარა ქვეყნის ინტერესებს. ამიტომ თქვენ რომ გაპროექტებული ხართ ჩრდილოეთ მეზობელზე. წაიკითხეთ ისტორია. თვითონ ამერიკის პირველმა რა თქვა, რომ წინაური პრეზიდენტებიო ჩაგრავდნენ პატარა ხალხებს. ეს სხვა ამერიკას ელაპარაკი, მაგრამ შვედეთში ამერიკის ხალხი ინგლისური ენა არ შვედეთში არა. ორი მომიტო ხელოსნობა ნაგასაკში 250,000 კაცი გადაიცვალა. და შვედეთში ინგლისური ენა და ამერიკის ხალხი არ შვედეთში არა. და თან გაბოროტებული რო ხარ ფიზიკურ დერზე. ზოგი სულიერი მტერი რას ქვია, ევროკავშირი არის სულიერი მტერი, იმიტომ რომ იქ არის ქვეყნები, სადაც ორგანიზება ისაღვანა. სადაც ეს კანონით ბავშვი შეიძლება სქესი ისვავს და 60 თუ გაუგონო შეგვიძლია ხელს უშლის და ასწავლის შვილი ეს არ არის მართებული, ეს არის ავანტყოფობა. შუსატმე შობას ზეგი ოჯახში ერევია კანონით ეს ხო საშინელება. ამიტომ ჩემთვის ფასეულობა სახარებაშია, ამიტომ ის მოწმენები ვარ და მის ვინაკლებით მათზეა საუბარი. თქვენთვის ფასეულობა უნდა იყოს სახარებაში და არა ევროკავშირში. იმიტომ მე რომ 68 წლის ვარ, კარგად მახსოვს, რომ კომუნიზმი იყო ბედნიერება. ახალგაზრდა მაშინ არ მისმოდა რომ ეს უბედურება იყო, უბედურება იყო, რატო იყო? იმიტომ რომ ის პარტია უარყოფდა ღმერთს და კომკავშირები ვიყავი მე და იმ აღუნზე დავდიოდი, სადაც ლენის სურათი დაკონდა. ატო და მასმედიაზე ვარ მოტყუდეთ, რა არის საჭირო? იკითხეთ სახარების გამარჯვება. საბაჟო ბიბლიას კიდევ ამბობს, იმიტომ რომ მარტივად წერია ყველაფერი. ასევე იკითხეთ წმინდათა ცხოვრებები, დაინახავთ რომ აი ზოგი რო გაბროტებულია, როგორ ვაპატიო მოგეთა შვილი მოგიკლეს და როგორ ვაპატიო. და მამოჩინო არის, ამ დროს მამოჩინო ყონა უნდა ვიცოდე და რა დროა. არის შეაზრებელი რომ კონდეს თავის წიგნი ჩვენ დროს არის ეს ბიბლიის შინაარსი. ბიბლია კაგებული მქონდა, მაგრამ შინაარსი არ ვიცოდი, რუსული არ მქონდა. მაგიტები ბედნიერება რომ ის მოწმენები ვარ. შეიძლება ჩვენს კონდეს საღრების გამატებას კონდეს მაბაისის და წმინდამოების სიმართლეა თუ გაბრიელ ეპისკოპოსი თუ არის ბერი შუშანია თუ სხვა მათი ხადაგებები მქონდეს. მათო ბამერს ამის საშუალება გვაქვს და ამ დროს შეიძლება რომ ქართველების 90% მოწმენები
არის ხალხი საქართველოში მუშაობენ ზოგი 12 საათი და ხელფასს აძლევენ 600-ს ან 400-ს, ამ დროს უფროსი არის ქართველი. სხვას რა უნდა ილაპარაკო? და ხშირად მოყავს სახარების მაგალითი, დიდარი იყო და იყო ღარიბი ლაზარე და დიდარი. ესე იგი წავიდა ჯოჯოღეთში თავისი ცხოვრებით, იმიტომ რომ არ იყო მოსწავლე. ლაზარე კიდევ ვინ იყო? არა მარტო ღარიბი იყო მატერიალურად, ფიზიკურად სიარული აღარ შეეძლო. ასეთ ადამიანის შეწყალება არ შეეძლო იმ დიდარს, ესე იყო გახვეებული მისი გული სიმდიდრისაგან. და ეს ღარიბი ცხონდა არა სიღარიბის გამო, არამედ ცხონდა იმის გამო, რომ არ განიკითხავდა იმ დიდარს. როგორც განიკითხავდა, ისე განიკითხები და შენ რო იცოდე სიღარიბეში თუ ხარ და გაბოროდებული თუ ხარ, ეცხონდები თუ განიკითხავ დიდრებს, შენ უნდა იცოდე, რომ დიდარი იყო აბრაამი, დიდარი იყო იობრაუდებული და რამდენი ადამიანია მე ვიცნობ ქართველებს. სიმდიდრე აღდა დასაქმებული ყავს ზოს 400 კაცი, ზოს 600 კაცი და მეთქვა გამოიჩეს ეს ქართველებს, ვისაც საშუალება აქვს დამუშავებს ხალხსა და თქვენ თუ საშუალება გააქვს. რატომ ცხოვრობდა ხარ, რომ ქართველი ვიჭედება საქართველოში და ისე გააკეთე, რომ ქართველი დაასაქმო შენ ქვეყანაშიდან. თუმცა დარბაზას თუ ამუშავებ, მეტი მიეცი, მეტი გაეცი, რომ ქართული არ გებოდეს საქართველოში. და შეადმოგვებ, რომ წმინდა ნიკოლოზ თხოვთ რა, რომ ღმერთმა მისცეს სიბრძნე ხელისუფლებას. სიბრძნელისა, რომ ესე მოაწოს აი მე ხშირად მომბურო აი საფრანგებს შორს, აი ფრანგების, გერმანელების, ესე იგი იქ რომ ჩავდივართ, ისინი პატრონობენ ჩვენა მატერიალურად. აქ კიდე შენ ხელისუფლება რომ ხარ, ისეთი პირობა შეუქმნია და შენ ქართველი ხარ. არ გებოდეს საქართველოსაგან ასევე მოწონები უნდა ლოცვებდეთ ოპოზიცияსაც, რატო? იმიტომ რომ აუცილებელია აი წერია სახარებაში, რომ ბრიებიო, ესე იგი თუ შენ ესე თუ ადამიანი გამხილებსო, ესე იგი ბრიები ხარო თუ არ ღებულობ. რატო? იმიტომ რომ წერია რომ გამხილებელი არის შენ მეგობარი, მახებელი არის მტერი, იმიტომ რომ მახებელი გაგდებს სამპარტნიორობაში. და მამხილებელი რატომ ასაჭირო? იმიტომ ასაჭირო გამოფხიზდე და შეუძლებელია შენ ასე უნდა კარგი გააკეთო, ხელისუფლება რო ხარ, არ გუნდეს უარყოფითი მხარეები და ის ოპოზიცია, იმიტომ კარგი ოპოზიცია საჭირო ის კითხრას და მაგრამ იმ ოპოზიციაზე ვამბობ, ვინც არაფერს კარგს არ ხედავს. აი ეს რომ მაგალითად ამ მშვიდობა და საერთაშორისო სიტუაციები ვარ, მადლობა ხელისუფლებას. და მაგრამ მადლობა ზოგადად იმაში, რომ ქართველი ვეჭედება საქართველოში. ღმერთმა მოგცეთ იმის სიბრძნე, ვინც ხელისუფლებაში ხართ, რომ დაასაქმოთ ხალხი და ისეთი კანონები შექმნათ, რომ ვინც ასაქმებს, რომ 1500-2000 ნაკლები უფლება არ ქონდეს იმას, რამდენია მაღაზიებში და იმებში მუშაობენ ქართველები და ქართველია უფროსი და 12 საათს ამუშავებს, 8 საათს ამუშავებს და 400-ან 600-ს აძლევს. კანონი დაიცავი ის მუშაობა, თუ კარგი ხელისუფლება ხარ, თუ ქართველი არ გაიცი საქართველოდან. წმინდა ნიკოლოზი შეეძიოს ხელისუფლების პოზიციასაც, ოპოზიციასაც, ღმერთმა მოგცეს სიყვარულის ნიჭი, ხშირად 51 წელს სადამდე მიიყვანა სიძულვებმა და ეს სიძულვი ხო არის ფაქტია. სხვადასხვა პოლიტიკური მოსაზრების გამო და დაგვიფაროს ღმერთმა სამოქალაქო ომისაგან. ესა ყველაზე დიდი საშინელება, საზიზრობა და რაც ხდება მსოფლიოში. ვარ ბეჭდვისხიძე გადის თითქმის მსოფლიო. ამიტომ წმინდა ნიკოლოზი ვთხოვოთ, რომ ამ ქვეყნის ლიდერებმა იარაღები არა, მშვიდობიან მოაგვარონ. ისტორიკოსებმა მოაგვარონ სადავო საკითხები.
როცა მოგცეს სიბრძნე სულიერი ჩვენთან არის ღმერთი სწორედ